გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ნაკრების ეიმი ერევანში და სომხური მედიისა და გულშემატკივრების გამოხმაურება. ქოჩორა ლევანტეს დასატოვებლად ემზადება. რას წერენ სომხეთთან შეხვედრის შემდეგ. ვიდეოს დაწყებამდე კითხონაა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე სულ რაღაც 400 გამომწერი გვიკლია, რათა ჩვენს მიზნამდე 85,000 გამომწერამდე ავიდეთ. ამიტომ თხოვნა რომ დავით მორიწამი. მადლობა მეგობარო, თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ჩაკვეტაძე ვოტფორდიდან პრემიერ ლიგაში. რას იძახიან ქართველზე? ყოფილმა ფეხბურთელმა ამჟამად კი Sky Sport-ის ჟურნალისტმა ალი ჰენდრიმ Football League-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვოტფორდის ქართველ ნახევარმცველზე ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, სადაც მის მომავალთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ის ვოტფორდის დონეს გასცდა და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კარგი ტრანსფერი სჭირდება. ჩაკვეტაძის თამაში რამდენჯერმე მაქვს ნანახი. ვოტფორდში მწვრთნელებთან დაკავშირებით მერყევი სიტუაცია, ამიტომ მას მეტი სტაბილურობა ესაჭიროება. გოლებისა და ასისტების მხრივ მისგან მეც მოველი, იმიტომ რომ მას მეტი შეუძლია. ის ვოტფორდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ამიტომ არ გამიკვირდება რომ ის ლესტერმა დაიმატოს. უფრო ძლიერი თანაგუნდელების გვერდით ჩაკვეტაძემ შესაძლოა კიდევ უფრო მოუმატოს. მას დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ ლოგიკური იქნება თუ ზაფხულში ის ვოტფორდს დატოვებს. განაცხადა ალი ჰენდრიმ. ლივერპული მამარდასთვის შემადგენლობაში ადგილს ათავისუფლებს. რა ხდება ქართველი მეკარის თავს? ცნობილი ესპანური გამოცემა Super Deporte ვალენსიას ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელიც მესტალიაზე ლივერპულს ყავს განათხოვებული. ეს გამოცემა კი ჩვენ დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ალისონ ბეკერის შესანიშნავი თამაშისა და მამარდაშვილის ბოლოდროინდელი ჩავარდნის ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ მოკლევადიან პერიოდში ლივერპულის პირველი ნომერი შეიცვლება, მაგრამ წითლებმა უკვე იციან, რომ ქართველი მეკარე ენფილდზე დიდი ხნით დარჩება და ადრე თუ გვიან ლივერპულის პირველი მეკარეც გახდება. რაც შეეხება 26 წლის კელეჰერს, ირლანდიელ მეკარეს სულს პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში ძირითადი მეკარის როლი მოირგოს. ამიტომ დიდი ალბათობით ის ზაფხულში ლივერპულს დატოვებს. ლივერპული 4 ტურნირზე თამაშობს, ამიტომ კელეჰერის წასვლის შემთხვევაში მეორე მეკარის პოზიცია ვაკანტური გახდება. თუმცა საკითხავი ისაა, რას ამჯობინებს ლივერპული? დატოვოს მამარდაშვილი ალისონის ჩრდილში თუ გაუშვას კიდევ ერთი წლით იჯარით, რათა ქართველმა მეკარემ პროგრესირება არ შეწყვიტოს. წერს ესპანური გამოცემა. სომხეთთან აჩვენა რა შეუძლია. ქოჩორა ლევანტეს დასატოვებლად ემზადება. ესპანური გავლენიანი გამოცემების მარკას Scoop TV-ს და Go TV-ს ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში ლევანტეს 100%-ით დატოვებს. ამ გამოცემებს თუ დაუჯერებთ, სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, ქოჩორაშვილი ვალენსიურ კლუბს აუცილებლად დატოვებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 25 წლის ნახევარმცველი კარიერა სპორტინგში გააგრძელებს. პორტუგალიური გრანდი რომ ქართველის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. ასევე სპორტინგის ინტერესი ქოჩორაშვილის აგენტმაც დაადასტურა, თუმცა ტრანსფერი ამ მომენტისთვის 100%-ით დახურული ჯერ კიდევ არ არის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სპორტინგის ყოფილი სპორტული დირექტორი უგო ვიანა ახალი სეზონიდან მანჩესტერ სიტიში დაიწყებს მუშაობას და თუ ზემოთ ხსენებულ წყაროებს დავუჯერებთ, ჯერჯერობით უცნობია პორტუგალიური გუნდის ახალი მენეჯერი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ბოლომდე მიიყვანს თუ არა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლევანტე და სპორტინგი სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებულები არიან და როგორც ესპანური გამოცემები წერენ, შეთანხმება არსებობს ფეხბურთელსა და კლუბ შორისაც, თუმცა ყველაფერი მაინც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაწყდება. ამასთან ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა რეკორდი ქოჩორაშვილის სომხეთთან ჩატარებულ მატჩს ეხმაურება. აღნიშნულმა წყარომ გასულ ზამთარში დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის შემდეგ ლევანტედან სპორტინგში გადავიდოდა. აქედან გამომდინარე პორტუგალიური გამოცემა ქოჩორაშვილის თამაშს ყურადღებას უთმობს. ეს გამოცემა კი ქართველზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. სპორტინგის ერთ-ერთმა სამიზნემ გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონური კლუბის კომაგებს სომხეთთან მატჩში მცირე დემონსტრაციით აჩვენა თუ რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე. 25 წლის ნახევარმცველი მეტოქის აჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა. წერს პორტუგალიური გამოცემა. შეუჩერებელი მიქაუტაძე და ფრანგი ჟურნალისტის კომენტარი. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია. მას შემდეგ, რაც მან ლიგა 1-ის ბოლო ტურში ლიავრის წინააღმდეგ გოლი და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა, ახლა მან ნაკრების რიგებშიც გაიბრწყინა და 2 ბურთის გატანაც შეძლო. აშკარაა, რომ მიქაუტაძე უფრო და უფრო უმატებს და ის უახლოეს მომავალში ლიონის ძირითადი ფეხბურთელი უნდა გახდეს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ფრანგი ჟურნალისტი პიერ მენესი, რომელიც ქართველი ფეხბურთელის შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია და ეს ყველაფერი ლიონისა და ლიავრის შეხვედრაშიც გამოჩნდა, სადაც მან გოლი და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა. გამომდინარე იქიდან თუ როგორ გამოიყურება და რამდენად გადამწყვეტია მიქაუტაძე, საჭიროა ამიხსნან, რანაირად არ უნდა იყოს ის ლიონში ძირითადი შემადგენლობის წევრი. განაცხადა პიერ მენესი. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ბოლოს ამ შეხვედრაში მიქაუტაძის
ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ახლა კი გადავიდეთ იმ ბრწყინვალე გამარჯვებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე საათის წინ იზეიმა. როგორც მოგეხსენებათ, ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე სომხეთი გახლავთ. ჯვაროსნებმა კი პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს და საპასუხო მატჩის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. ამ შეხვედრაში კი პირველი გოლი ქოჩორაშვილმა გაიტანა. კერძოდ 32 წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ ქოჩორამ შესანიშნავად იმოქმედა და შეტევა მაღალ დონეზე დააგვირგვინა. მეორე გოლი კი ყველაზე საინტერესო გამოდგა, რადგან შეხვედრის 37 წუთზე საგოლე გადაცემა ჯვაროსნების მეკარე მამარდაშვილმა გააკეთა, რომელმაც მიქაუტაძე შესანიშნავი პასი გაუკეთა. ეს უკანასკნელი კი ხელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა და მასპინძლების კარი მეორედ დაიღო. აღსანიშნავია, რომ მამარდამ თავის კარიერაში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა და აშკარაა, რომ ის თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება. რიგით მესამე და ბოლო გოლი კი შეხვედრის 59 წუთზე გავიდა, როდესაც ჯვაროსნებმა იდეალური კონტრშეტევა განახორციელეს. ჩაკვეტაძემ კი მიქაუტაძე ცარიელი კარის წინ დატოვა და ლიონის თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი რა თქმა უნდა გიორგი მიქაუტაძე დასახელდა, რომლის თამაშიც 8.8 ქულით შეაფასეს. შეხვედრის შემდეგ კი კომენტარი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მიქაუტაძემ გააკეთა. გახარებული ვარ, სულ ყველა გახარებულია ამ მოგებით 3-0 გასვით თამაში და კარგი ნაბიჯი გადავდგით პლეიოფებზე. გახარებული ვარ კიდე რომ 2 გოლი გავიტანე დღეს და რომ ვეხმარები ჩემ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მწვრთნელი ვანსხიპი მიქაუტაძეს აიაქსში წვრთნიდა და ალბათ ყველას გახსოვთ ის მომენტი, როდესაც გიორგი სათამაშო დროს არ აძლევდა, მაგრამ ამ შეხვედრაში მან პირადად იხილა თუ რეალურად რა შეუძლია გიორგის და შეხვედრის შემდეგ მათ შორის თბილი შეხვედრაც შედგა, რომელმაც მიქაუტაძეს წარმატებები უსურვა. ამასთან ერთად ამ შეხვედრაში უნდა გამოვარჩიოთ გოგლიჩიძის დებიუტი, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა. მან მეტოქის არაერთი შეტევა შეაჩერა და ამასთან ერთად ზუსტი პასები 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ამიტომ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებს მისი სახით საიმედო მცველი დიდი ხნის განმავლობაში ეყოლება. შეხვედრის შემდეგ კი გოგლიჩიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა. ეს იყო ჩემი დებიუტი და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ დავეხმარე გუნდს გამარჯვებაში და კარგად შევინახეთ. მნიშვნელოვანი იყო თამაშის ესე მოგება და ამაჯერებლად, მაგრამ მაინც არაფერი არ დასრულებულა. ეს ფეხბურთია, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ თბილისში დინამო არენაზე და აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ ესე იქნება, ჩვენ უკვე გადავერთვებით შემდეგ თამაშს. ამ რეალობიდან გამომდინარე კი შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია, რადგან ძნელად წარმოსადგენია, რომ ბიჭებმა დინამო არენაზე ეს უპირატესობა გაანიავონ. თუმცა რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი უნდა გამოვავლინოთ და იმ შეხვედრაშიც ბოლომდე დავიხარჯოთ. განმეორებითი შეხვედრა კი რამდენიმე დღეში, კერძოდ 23 მარტს გაიმართება. მე კი შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ჩვენ შემადგენლობას კვარაცხელია და გურამკაშია დაუბრუნდებიან, რაც ნაკრებს ერთიორად გააძლიერებს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კი ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა, ხოლო ვინც ორმოცემულობას გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. ერევანში ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა და სტადიონზე ბიჭებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. შეხვედრის შემდეგ კი ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ერევანში ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. ასევე შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ მათ საერთოდ არ უგრძნიათ, რომ გასვლაზე თამაშობდნენ, რადგან მოედანზე სულ ქართველი კომაგების შეძახილები ისმოდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. დავძენ იმასაც, რომ შეხვედრის წინ სომხებს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ და სოციალურ ქსელში გულშემატკივართა დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ კვარაცხელიას აყოფნაში მათ საქართველოს დამარცხება შეეძლოთ და მეტოქეს მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოუგებდნენ, მაგრამ შეხვედრის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ახლა ისინი შემდეგი სახის კომენტარებს წერენ. ყოჩახ საქართველოს, ძალიან მაგარი გუნდი ჰყავთ. დავანებოთ კონიაკს თავი, დროა განვითარებაზე ზრუნვა დავიწყოთ. მიქაუტაძიან კვარაცხელია გვაჩუქონ, ბევრი ვარსკვლავი მოსდით. თქვენ ვინ ყოფილხართ? ქართველებმა უშანსოთ მოგვიგეს. თბილისში ჩასვლა არ მინდა, სამარცხვინოთ წავაგებთ. წერენ სომეხი გულშემატკივრების სოციალურ ქსელში. ასევე ამ შეხვედრას სომხური მედია გამოეხმაურა. კერძოდ არმენია სპორტი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს. ქართული გუნდი საკმარისად ეფექტიანი იყო თავდასხმაში და უკვე პირველ ტაიმში წონიანი უპირატესობა შეიქმნა. მათ კლასიკური კონტრშეტევის მასტერკლასი ჩაატარეს. წერია გამოცემაში. ბუდო და მიქაუტაძე ტოპ 5 სიმბოლურში. ქართველები თავდასხმაში მბაპე
მბაპესთან ერთად. რეკორდული კონტრაქტი ლამინ იამალს PSG დანებებას არ აპირებს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. Paris Saint-Germain Barça-ს ვინგერის ლამინ იამალის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს. ამის შესახებ El Nacional წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პარიზელები ცდილობენ 17 წლის ფეხბურთელი დაარწმუნონ, რომ ბლაუგრანასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლიოს. როგორც იწერება, PSG მზად არის იამალს კლუბისთვის რეკორდული კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც იმ პირობებს შეესაბამება, რაც თავის დროზე კილიან მბაპეს ჰქონდა. მაგრამ როგორც თავად ფეხბურთელმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, მას კატალონიური კლუბის დატოვება არ სურს და მისი დიდი სურვილია, რომ ამ კლუბის ლეგენდა გახდეს. ამიტომ ნახოთ, თუ რამდენად შეძლებს პარიზული კლუბი მისი აზრის შეცვლას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, იამალი და კვარაცხელია ფლანგებზე შესანიშნავ ტანდემს შექმნიან. ისტორიული და დასამახსოვრებელი ამბავი ქართული ფეხბურთისთვის. ავტორიტეტულმა გამოცემა ჰუსკორდმა გასული შაბათ-კვირის ევროპის ტოპ 5-ის ლიგის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა და სამ ფორვარდს შორის ორი ქართველია. ესენი კი გიორგი მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე არიან, რომლებიც გულშემატკივრებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად წინა ხაზში კილიან მბაპესთან ერთად განლაგდნენ. ასევე სიმბოლურ გუნდში არიან ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორებიცაა ლამინ იამალი, ბრუნო ფერნანდეში, ინიგო მარტინესი და სხვები. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.